პირველად ბოლო წლების განმავლობაში ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებელი მკვეთრად არის შემცირებული. ბოლო ანუ 2023 წლის მონაცემი ისტორიულ მინიმუმზეა ფიქსირდება 1340-მდე ახალი შემთხვევა, რაც ნიშნავს, რომ 2013-23 წლებში წინა 10 წელთან შედარებით ინფიცირების მაჩვენებელმა 10%-ით იკლო, ასევე შემცირებულია სიკვდილიანობის მაჩვენებელიც, თუმცა დაავადების გამომწვევი ჩხირის გავრცელების მხრივ კვლავ არაერთი გამოწვევა რჩება. საერთო სისუსტე, უმადობა, წონაში კლება, ყველა ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ტემპერატურის მატება, ასეთია ის საყურადღებო ნიშნები, რაც ტუბერკულოზს ახასიათებს. სპეციალისტების ინფორმაციით ეს არის ინფექციური დაავადება, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით დაავადებული ადამიანის ხველის, ცემინების ან ლაპარაკის დროს გადადის. განსაკუთრებით მაღალია დაინფიცირების რისკი, როდესაც კონტაქტი დახურულ სივრცეში ხდება, რომელიც ცუდად ნიავდება და მზის სინათლე საკმარისად არ აღწევს. სწორედ ამიტომ დაავადება ხშირად ვლინდება საპატიმროებში, სამორინეებში და სხვადასხვა დახურული ტიპის დაწესებულებაში. თუმცა სახელმწიფო პროგრამის შედეგად ტუბერკულოზის შემთხვევები ყოველწლიურად იკლებს. ბოლო 2023 წლის მონაცემებით კი საქართველოში ახალი შემთხვევების ისტორიული მინიმუმი დაფიქსირდა. საქართველოში ტუბერკულოზით ავადობის ისტორიული მინიმუმი ფიქსირდება, რომელიც შეადგენს 2023 წლის მონაცემებით 1337 პაციენტს, ეს მაშინ, როდესაც წლების წინ 16000 აღწევდა ეს ციფრი. მინიმუმამდეა დაყვანილი სიკვდილობა ტუბერკულოზით გამოწვეული. დიახ, ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ტუბერკულოზი. ამ სლოგანით გაიხსნა დღეს ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. კონფერენციის მიზანი დაავადებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სტიგმის დაძლევა იყო. ითქვა, რომ სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს როგორც ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისთვის საჭირო გამოკვლევებს, ასევე მედიკამენტებით მკურნალობის სრულ კურსს, რომელსაც სახელმწიფო სრულად მილიონობით ლარით აფინანსებს. აღნიშნვის მთავარი მიზანიც გახლავთ იმის გააზრება, თუ რა წარმატება გვაქვს ამ დრომდე ქვეყანაში, როგორია სამომავლო გეგმები და რა თქმა უნდა ჭხელი შეუწყოთ ცნობიერების ამაღლებას იმ მიმართულებით, რაც არის წლევანდელი ალბათ მთავარი სათქმელი საზოგადოებისთვის, ეს არის პრევენცირებადი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ განკურნებადი დაავადება. წლიდან წლამდე მილიონობით ახალი შემთხვევა პრობლემას წარმოადგენს ლატენტური ტუბერკულოზი მთელ მსოფლიოში, ამიტომ სკრინინგი და დაწყებული დიაგნოსტიკით, მკურნალობით დასრულებული და შემდეგ მონიტორინგით ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ არსებული ვაქცინა, რომელიც ბავშვებს უკეთდება ადამიანს 5 წლის ასაკამდე გართულებებისგან იცავს. ახალი ვაქცინა კი, რომელიც შექმნის პროცესშია ადამიანებს დაინფიცირებისგან დაიცავს და ტუბერკულოზის საფრთხეს დღის წესრიგიდან მოხსნის. თქმა უნდა, ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული, ყველაზე გადამწყვეტი რაც იქნება, რომ ახალი ვაქცინები შეიქმნას ტუბერკულოზის საწინააღმდეგო, რომლებიც უფრო მაღალ ეფექტური იქნება, ვიდრე არსებული ვაქცინები. ყველა ელოდება, რომ ახალი მაღალ ეფექტური ვაქცინა გამოჩნდება, იმედია სულ რაღაც ერთ-ორ წელიწადში. სპეციალისტების რეკომენდაცია ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ოჯახის ექიმს. მათივე ინფორმაციით მკურნალობის დაწყებიდან 2-3 კვირის შემდეგ პაციენტი გადამდები აღარ არის. დიაგნოსტიკის მეთოდები თანდათანობით იხვეწება და დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება აღმოვაჩინოთ არა მხოლოდ ტუბერკულოზის მიკობაქტერია, არამედ მისი დნმ-ით. ყველა ლოკალიზაციის ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა ხდება ჩვენთან აბსოლუტურად მსოფლიოში დადგენილი, მიღებული უახლესი მეთოდებით. ბოლო წლებში ქვეყანამ შეძლო ტუბერკულოზის შემთხვევების მკვეთრი შემცირება, თუმცა ეს ინფექცია, განსაკუთრებით კი წამლისადმი გამძლე, ანუ რეზისტენტული ტუბერკულოზი ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება, რადგან მისგან განკურნება უფრო რთულია. საქართველოს მიზანია 2035 წლისთვის დღევანდელთან შედარებით ტუბერკულოზის შემთხვევები 90%-ით შემცირდეს და ასევე მინიმუმამდე დავიდეს ამ დაავადებით გარდაცვალების სტატისტიკა.